ჯერ ცუდი ამბავით დავიწყო თუ კარგით? ცუდით. თქვენ, ბატონ ელგუჯა, ფილტვების კიბო გაქვთ? ოხ, ცოტნე. როგორ ხარ? რამდენი ხანი არ მინახე. წარი გამალევე რა თავი. მოის ცოტნე, სად მიდიხარ? ახლა მოვედი სახლში. წადი რა, ბიჭებთან გავდივარ გარეთ, რა გამანები თავი. ასო კი არაა ესეთი. ელგუჯა როგორ ხარ? სალომე, რაღაცა უნდა გითხრა. რა იყო? მე ფილტვების კიბო მაქვს. ეს არის ელგუჯის რეკლამა. ელგუჯის ბავშვობიდანვე უყვარდა ქიმია, ამიტომაც ის ხამოვიდა ქიმიკოსი. მას შემდეგ მოეწონა მეღვინეობა, ამიტომაც შეისწავლა. ელგუჯა მუშაობდა ლაბორატორიაში 20 წელი, 25 წლის ასაკით. ელგუჯამ 30 წლის ასაკში მიიღო ნობელის პრემია და 4,5 მილიონი ლარი სულ სახლსა და კრისტალბაზე დახრდა. ის 45 წლის ასაკში გამოვიდა სამსახურიდან და დაიწყო სკოლაში პროფესორად მუშაობა. 2025 ალიო. ელგუჯა როგორ ხარ? ერეკლე ვარ ახლა. ხო, ერეკლე, რომელი ერეკლე? სალომეს მაერეკლე, პოლიციაში რომ მუშაობს. არაფერი, პროსტ თუ გცალია რა, ესე იგი, ვიღაც ბიჭი იყო რა და ვინოს აკეთებდა თავის ოთახში და აგრძელულია, ხო იცი და შენი ექსპერტობა გჭირდება რა ამ სიტუაციაში და რომ წამოყვე გაიქნა, იცი? კი, ახლა გამომივლი თუ მე თვითონ მოვიდე. არა, გამოგივლი თუ გინდა შენ თვითონ მოდი, რავი, როგორც გინდა. თუ შეგიძლია გამომიარე რა, ხო იცი, სალომე სადაც არის. დაი, გამოგივლი. შენც, პაკა. ელგუჯა, ჩამოდი. გამარჯობა ერეკლე. გამარჯობა ელგუჯა. ელგუჯა, ახალი კანონი რომ მიიღეს, ვინ რო აიკრძალა იქ, ხო იცი? რა ვიცი რა, ცოტა დავიგრუზე რა. ვინო მაინც ჩვენ ქართული ტრადიცია, რავი რა. ადრე ხო მეღვინეობის იყავი დაინტერესებული. კი, ხო, რავი რა, მაგრამ ხო ვინო რო აიგრძალა, რა. ვინოს აღარ გავაკეთებ და აზრი. რავი რა, ჩემი აზრით უნაღმესობა იყო რა ამ კანონის მიღება და ესე იგი ამ შენ არალეგალურ მეღვინეზე რა ვიცით? რავი რა, ერთი რაც არის გავრცელებული, რომ თავს Scarface ეძახის და მეტი რავი.
რა იყო რა გჭირს გუჯე? ერეკლე მე ფილტვებს კი ვამაქვს. აუ რა თუ შემიძლია დაგეხმარ რა დამერიკე რა და ხო. მოვედით ახლა ჯერ მე შევნახავ ვითარ რა ვითარებაა და მე შენ შემოვყავე. მოდი რადიოს შევრთო რა მომბეძო. პოლიციამ ღვინის ლაბორატორია, რომელშიც 50 ცილის ღვინო ინახება. პოლიციას მოუწია 24 წლის მამაკაცისთვის ეშვა, რადგან ის შეარაღებული იყო. სავარაუდო არის, რომ კიდევ პირი მონაწილეობდა ამ ღვინის წარმოშობაში. მოიცა, ეს ნიკუშა ტყავლაძე არის? მოიცა. ეს ის მასწავლებელი არ არის? ელგუჯა ციკლაური. ნიკუში დაფასთან გამოდიდა ყველა ელემენტი ჩამოწერე. აქ მარტო 3 გიზერია ნიკუშა. ორიანი. მოიცა, ეს არისო ორიანი რო ჩამიწერა ქიმიაში? ეს ის არ არის ორიანი რო ჩაუწერა ქიმიაში? ელგუდა თუ ძმა ხარ არ ჩამიშვა რა. მოვედი ვინმე ხო არ გინახავს. არა, არავინ არ გამოსულა სახლიდან და ლაბორატორია რო ნახო შეიძლება. კაი. ნიკუშა, ჩვენ ორივეს ძალიან გვიჭირს. შენ პოლიციამ წაგართვა ღვინის ლაბორატორია. მე კი ფილტვის კიბო ნელა ცხოვრებას მართავს. ამიტომაც მოდი ერთად ღვინის ლაბორატორია დავიწყოთ. აბა რა.